დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების პროექტი დაიწყო ღონისძიების ფარგლებში სანაპიროზე 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორის არის ასევე თეთრი აკაცია, ნეკრჩხალი, იფანი და ზეთისხილის ნერგები. პროექტი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სამომავლოდ იგეგმება მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე გამხმარი ჭადრების ახლით ჩანაცვლება. ცენტრალური უბნები სულ 80,000 ენერგით გამწვანდება. როგორც მოგეხსენებათ, დავიწყეთ საშემოდგომო მორგების სეზონი. აქტიურად აქტიურ ფაზაში გადავდივართ. დღეს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე დავუდგეთ 20 აღმოსავლური ჭადარი. ზოგადად მთელ სანაპიროზე დაირგვება ერთი კვირის განმავლობაში 200 ცალი აღმოსავლური ჭადრის ნერგები. დავიწყეთ ახალი პროექტი ქალაქში, ეს გახლავთ ჭადრების რეაბილიტაციის პროექტი. უკანასკნელ პერიოდში რთული პერიოდი დაუდგა ჭადრებს თბილისში. ბევრი მათგანი ასაკის გამო გახმა, ბევრს სხვადასხვა დაავადება ჰქონდა. ასევე ასობით სრულად სახი ჭადარი შეეწირა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეცხო ჭადრების რეაბილიტაცია, რადგან ჭადარი არის ნამდვილად შეუცვლელი სახეობა ქალაქის გამწვანებისთვის.